Დღევანდელი ჩვენი საუბარი თეოსოფიასა და ანთროპოსოფიას შეეხება. მოგხსენებათ, თეოსოფია მე-19 საუკუნეში წარმოშობილი ოკულტური სწავლებაა, რომელიც ერთგვარი მსოფლიო უნივერსალური რელიგიის შექმნის პრეტენზიით გამოდის. მისი მთავარი დევიზი ასეთია: ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე რელიგია. აქ საქმე გვაქვს ერთგვარ პარადოქსთან. მორწმუნე ადამიანი ჭეშმარიტებას სწორედ რელიგიაში, თავის სარწმუნოებაში ეძიებს. Ai თეოსოფოსები კი ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება რაღაც თავისთავად არსებული უფრო ზემდგომი რამ არის, ვიდრე ცალკეული რელიგია. ეს რაღაცნაირად ეხმაურება ფრიდრიხ ენგელსის ცნობილ თეზის ფარდობითი ჭეშმარიტების შესახებ. და თეოსოფები ამას შემდეგნაირად განმარტავენ, რომ ყველა რელიგია გარკვეულწილად შეიცავს ჭეშმარიტების მარცვლებს რაღაც ოდენობით, მეტნაკლებად. მაგრამ საერთო ჯამში ყველა რელიგია თავისთავად ნაკლულია. და სწორედ თეოსოფია გამოდის იმ პრეტენზიით, რომ იგი ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და იგი ერთგვარად გვევლინება ყველა ამ რელიგიის გამაერთიანებლად. თეოსოფიის წარმოშობა უკავშირდება გარუსებულ გერმანელ ქალს ელენე პეტრესასულ ბლავატსკაიას. იგი 1831 წელს დაიბადა ქალაქ ეკატერინოსლავში, დღევანდელი უკრაინის ქალაქი დნეპროპეტროვსკი. გარდაიცვალა 1891 წელს. ქალიშვილების გვარი იყო ფონ ჰაანი. იგი ხანდაზმულ გენერალს ბლავატსკის გაყვა, რომელსაც მალე გაეყარა და ამის შემდეგ დაიწყო მისი გაუთავებელი ოდისია. იგი დიდხანს მოგზაურობდა ინდოეთში, იყო ამერიკაში, დაიწყო ამ ახალი მოძღვრების ჩამოყალიბება. მისი მთავარი ნაშრომებია საიდუმლო დოქტრინა, ხშირებული იზიდა, კარმის რჯულის ფიცრები, წერილები და სხვა. აქვე უნდა ისიც აღინიშნოს, რომ ელენა ბლავატსკაიას დაბადებიდან ჰქონდა ნიჭი, ტალანტი მწერლობისა. მას ბავშვობაშივე შეეძლო, როგორც გადმოგვცემენ, ზღაპრებისა და მოთხრობების ექსპრომტად შექმნა და წარმტაცაც შეეძლო ეწერა რელიგიურ თემებზე. თუმცა მას არც ოკულტური გამოცდილება აკლდა, იგი თავად ამტკიცებდა, რომ მას მთელი სიცოცხლის მანძილზე ჰქონდა კავშირი ინდოელ მაჰათმებთან და სხვათა შორის, როგორც მისი ბიძაშვილი სერგეი ვიტე, რომელიც სულს არ გამოირჩეოდა სამყაროს მისტიკური აღქმით, წერს, რომ მე არ შემიძლია აღვნიშნო, რომ მასში არ იყო რაღაცა დემონური, რაღაც ეშმაკეულიო. ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ თეოსოფიურ საზოგადოებას სათავეში ჩაუდგა ანა ბეზანტი, რომელიც რაოდენად პარადოქსული არ უნდა იყოს, ანარქისტი იყო და ათეისტურ ბროშურებს სცემდა. შემდგომ იგი ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი გახდა. ინდოეთშივე გარდაიცვალა. თეოსოფებთან თანამშრომლობა რუდოლფ შტაინერიც. თეოსოფებთან ჭიდრო კავშირში იყო ცნობილი რუსი მხატვარი ნიკოლაი რერიხი და მისი ცოლი ელენა. იგი 1929 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ინდოეთში. მისი მხატვრობის თემატიკა ძირითადად ინდოეთს, ჰიმალაისა და ტიბეტს ეხება. როგორც თვითონ ამბობს, მას კავშირი ჰქონდა ბუდისტური რელიგიის წარმომადგენლებთან. მანვე შემოიტანა მათივე გავლენით არარსებული ქვეყნის შამბალას ცნება. ეს ქვეყანა თითქოს სადღაც ტიბეტში მდებარეობდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს ადგილები დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალებია, ჰიმალაის მთები, ასევე მათი რელიგიური პათოსიც თავიანთ მოძღვრებას ცოცხალ ეთიკას უწოდებენ. რაღაც უფრო თითქოს ზეციურისკენ მიანიშნებს. ამის საპირისპიროდ შამბალა მათივე სწავლებით მიწისქვეშა სამყაროთ მოიაზრება, რომელსაც გააჩნია მღვიმეები, სადაც ცხოვრობს სამყაროს ბრძანებელი და რომელსაც გააჩნია მღვიმეები, რომელთაც კონტაქტს ამყარებს დედამიწასთან. და შამბალელი მაგები, მაჰათმები გამოდიან ლამაისტური აზრების მოსანახულებლადო. სხვათა შორის რერიხიანელობა, რერიხიანულობის ფორმით თეოსოფია დღეისათვის რუსეთში ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობაა. მას მიმდევრები ყავს საქართველოშიც, კერძოდ ამ საუკუნის დასაწყისში გამოდიოდა გაზეთიც კი მათი რერიხი სამყაროს დედა. ასეთი. საინტერესოა, რომ რერიხმა ლენინის მავზოლეუმისათვის ჩამოიტანა მიწა ტიბეტელი მაჰათმებისაგან გამოგზავნილი და წერილი ჩვენს ძმას მაჰათმას და ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ბოლშევიზმმა მოსპო სიცრუის ეკლესია, რა თქმა უნდა ქრისტიანობას გულისხმობდნენ და პირდებოდნენ, რომ მათ შეუძლიათ ბუდისტური სამყაროს, კომუნისტებს შეუძლიათ ბუდისტური სამყაროს იმედის ჰქონდეთო.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ტიბეტური ლამაიზმი და იქაური ოკულტური მეცნიერება ფართო და მჭიდრო კავშირში იყო ნაციზმთანაც. თვით ჰიტლერი წერდა, ვისაც ნაციონალ-სოციალიზმი მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა გონია, ამის შესახებ მან არაფერი იცისო. სხვათა შორის ტიბეტშივე დაეუფლა ოკულტურ სწავლებას ცნობილი მაგი გიორგი გურჯიევი და სხვათა შორის სწორედ გურჯიევის რჩევით აიღო თავის ემბლემად სვასტიკა. ისიც აღსანიშნავია, რომ აგარტის სექტის ტიბეტელი ბერები მონაწილეობდნენ გესტაპო ჩამოყალიბებაში, სადაც ასწავლიდნენ დაკითხვისა და წამების მეთოდებს. ზოგიერთი ფაშისტი ლიდერი, მაგალითად ჰიმლერი, პირადად მონაწილეობდა მაგიურ რიტუალებში, კერძოდ იალბუზზე ფაშისტური დროშის აღმართვის რიტუალში. როდესაც რაიხსტაგი აიღეს, იქ აღმოჩინეს გერმანულ სამხედრო ფორმებში გადაცმული აშკარად ტიბეტური ტიპის პიროვნებები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. თეოსოფიის და კერძოდ ბლავატსკაიას პოპულარიზაციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ერთგვარად უწყობდნენ ხელს. ერთ-ერთი წელი იუნესკომ ბლავატსკაიას წლად გამოაცხადა. ინდოეთის ქალაქ მადრასში, დღევანდელ ჩენაიში აღმართულია მისი ბლავატსკაიას უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა იუნესკომ. კიდევ უფრო საოცარია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა ვატიკანის მიერ კონტროლირებადმა გამომცემლობამ დიდი ტირაჟით გამოსცა ბლავატსკაიას წიგნი საიდუმლო დოქტრინა, რომელსაც ოკულტიზმის ენციკლოპედიასაც უწოდებენ ხოლმე. როგორც თვითონ გამომცემლები განმარტავდნენ, წიგნის გამოცემის მიზანი იყო წმინდა მეცნიერული, მაგრამ ტირაჟი ბევრად აღემატებოდა სამეცნიერო მიზნით გამოცემული წიგნისათვის განკუთვნილ ტირაჟს. და საერთოდ ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლური ქრისტიანობა, განსაკუთრებით პროტესტანტული, მაგრამ კათოლიკურიც ზოგიერთი მათი წარმოადგენელი, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, ძალიან ხალისით მონაწილეობს თეოსოფიურ შეკრებებზე და ამას იმით ხსნიან, რომ თეოსოფიური დოქტრინა, თეოსოფიური სწავლება და ის რიტუალები თითქოს ამდიდრებს მათ ქრისტიანობას და ახალ შტრიხებს ძენს მათ სარწმუნოებას. როგორც მოგახსენეთ, თეოსოფია ძირითადად აღმოსავლურ რელიგიებს, ბუდიზმს, ინდუიზმს ეყრდნობა. იგი ახლად შეძენილ მომხრეებს ფრთხილად ეპყრობა, ნებას ხვთავენ მათ ილოცონ კიდეც, რომელიც ერთგვარ დაბალსაფეხურად მიაჩნიათ მედიტაციასთან შედარებით. შემდეგ ისინი თანდათანობით უფრო აღრმავებენ, უფრო დიდი დოზით აძლევენ თავიანთ სწავლებას ახალ მოქცეულებს და სრულ უფრო აშკარად უპირისპირდებიან ქრისტიანობას. თეოსოფია არ ცნობს არათუ პიროვნულ ღმერთს, არამედ თვითონ ადამიანის პიროვნების იგნორირებასაც ახდენს. იგი პიროვნებას ადარებს ოკეანის ტალღებზე მოგდებულ ქაფს, რომელიც მალევე უკვალოდ უნდა გაქრეს. უპირისპირდება ასევე წმინდა სამებას. ინდურის მსგავსია თეოსოფთა ანთროპოლოგიაც. ისინი აღიარებენ რამოდენიმე სხეულს, ფიზიკურს, ეთერულს, ასტრალურს, მენტალურს და ასე შემდეგ, რომლებიც ერთგვარი სამოსები არიან მთავარი სულისა, ანუ ატმანისა, ადამიანის არსების ძირითადი ბირთვისა, რომელიც თავისთავად უკვე იგივეა, რაც ბრაჰმანი, უპიროვნო აბსოლუტური არსება. თეოსოფების მტკიცებით არ არსებობს ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ეს უკვე აშკარად ბუდიზმიდან ნასესხები თეზისია და თეოსოფიის მიმდევარი, ისევე როგორც ბუდისტი, უნდა და ნიცშეს ზეკაცი, სხვათა შორის, ბოროტებისა და სიკეთის მიღმა უნდა იდგეს, მასზე მაღლა უნდა იდგესო. ასე რომ, მატერიალიზმი ერთგვარი დემონიზმის პრელუდია აღმოჩნდა და თეოსოფიამ რაციონალიზმის ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას ახალი უკვე ოკულტური სპირიტიზმის სატყუარა შესთავაზა, რომელსაც ადვილად ეგება თანამედროვე ადამიანი. თეოსოფიის მთავარი მიზანი და ძირი ეს არის ამპარტავნება, გააღვიძოს ადამიანში ამპარტავნება და ამით ფაქტიურად გაიმეოროს როგორც სატანის, ისე ადამიანის ცოდვა. ანუ მათი სურვილი გამხდარიყვნენ ღმერთის გარეშე. რაც შეეხება ანთროპოსოფიას, ისიც უშუალოდ თეოსოფიისაგან წარმოშობილი სწავლებაა, რომელიც
გარკვეულწილად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ჩვენში. ამის მიზეზი ის იყო, რომ კომუნისტური იდეოლოგიის დროს, როცა მატერიალიზმი და მარქსისტული ფილოსოფია, ათეიზმი გაბატონებული იდეოლოგია იყო და იგრძელებოდა სხვა ყველა რელიგიური და იდეალისტური ფილოსოფიის ამსახველი ლიტერატურა, იმ ქვეყნიურს დანატრებული ადამიანი სხვადასხვა გზით ეძებდა, სხვადასხვა საშუალებას ეძებდა როგორმე თავისი ცნობის წადილი და რელიგიური წყურვილი დაეკმაყოფილებინა. და ერთ-ერთი ასეთი მოდური სწავლება აღმოჩნდა სწორედ ანთროპოსოფია. თუკი თეოსოფია ნიშნავს სიბრძნეს ღმერთის შესახებ, თეოს ღმერთი და სოფია სიბრძნე, ანთროპოსოფია ადამიანის შესახებ, მოძღვრებას ადამიანის შესახებ სიბრძნეს ნიშნავს, ანთროპოს ადამიანი და სოფია სიბრძნე. სხვათა შორის ჩვენშიც, საქართველოშიც ერთგვარი პოპულარობით სარგებლობდა იგი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით 80-ან 90-იან წლებში, ხოლო შემდგომ კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ფართო გაქნება მიეცა ანთროპოსოფიური ლიტერატურის გამოცემას და დღესაც ჩვენი წიგნის მაღაზიების დახლებზე საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი ამ ლიტერატურისა. ანთროპოსოფიის შექმნელი რუდოლფ შტაინერია. იგი ავსტრო-უნგრეთის მოქალაქე იყო, დაიბადა კარლოვეცში, რომელიც დღეს ხორვატიის ტერიტორიაზე მდებარეობს 1861 წელს, რომელიც თავიდან, როგორც წეგან მოგახსენეთ, თეოსოფოსთა წრეში ტრიალებდა. მათი მიმდევარი იყო, მაგრამ შემდგომში გარკვეული უთანხმოების გამო ჩამოსცილდა მათ. უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ თეოსოფოსებმა ვინმე ინდუელი ყმაწვილი ჯედუ კრიშნამურტი გამოაცხადეს ქრისტეს განსხეულებად, რომელიც შემდგომში უკვე თავად ამ ყმაწვილმა უარყო. და ამის წინააღმდეგ წავიდა რუდოლფ შტაინერი. შესაძლოა იქ იყოს სხვა უთანხმოებებიც, პირადი ამბიციებიც და ასე თუ ისე რუდოლფ შტაინერი ჩამოცილდა თეოსოფოსებს და დააარსა, ჩამოაყალიბა ახალი თავისი სწავლება, რომელსაც ანთროპოსოფია უწოდა. იგი იყო მემარცხენე ერთგვარი რადიკალური ფრთა თეოსოფიისა. უმთავრესი განსხვავება თეოსოფიასა და ანთროპოსოფიას შორის ის არის, რომ თუ თეოსოფია ძირითადად ეყრდნობოდა ინდუიზმსა და ბუდიზმს, შტაინერმა თავისი ანთროპოსოფიის საფუძვლად მანიქეველობა და გნოსტიციზმი გამოაცხადა. თუმცა იგი ფართოდ იყენებდა ასევე შუა საუკუნეების ალქიმიას, ებრაულ კაბალას და მასონურ წესჩვეულებებს. მან მასონებისგან იმდენად ბევრი ისესხა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა მასონობა იგრძალა, აკრძალეს ასევე ანთროპოსოფოსთა შეკრებებიც. შტაინერი არ იყო ორიგინალური მოაზროვნე, მას ერესიარქიც არ შეიძლება უწოდოთ, იგი უფრო ეკლექტიკოსი, კომპილატორი და პლაგიატორია, რომელმაც შემოკრიბა, აკრიფა ყველა ის წვალებლური დოქტრინა, რომელიც ეკლესიამ თავის დროზე ისტორიის სანაგვეზე გადააგდო. მანიქეველობა, გნოსტიციზმი და სხვა წვალებლური სწავლებები. ის ნაყოფიერი წერალი იყო, ასე ვთქვათ, ბევრს წერდა, ბევრს კითხულობდა ლექციებს, მისი ლექციების რაოდენობა დაახლოებით 8000 აღემატება. ძნელია ერთმნიშვნელოვნად გავცეთ პასუხი თუ რა არის შტაინერიზმი, რა არის ანთროპოსოფია. იგი არ არის რელიგია კლასიკური გაგებით. არც ფილოსოფია. დიდი ფილოსოფოსი შტაინერი არასოდეს ყოფილა, თუმცა გარკვეულწილად სწავლობდა. არ არის არც მეცნიერება. ამაში თვითონ მეცნიერების დაგვეთანხმებიან. არც ხელოვნება, თუმცა ხელოვნებაზეც წერდა იგი. და ეტყობა ის მიმზიდველობა თუ რაღაცა შარმი, სწორედ იმიტომაც მოიპოვა შტაინერიზმმა და ასეთი გავლენა, რომ იგი ყველაფერს ეპოტინებოდა. რელიგიაზეც წერდა, მეცნიერებაზეც, ფილოსოფიაზეც, ხელოვნებაზეც და სხვათა შორის მისი მიმდევრები იყვნენ ასევე ესეთი ხელოვანი ხალხი, თქვათ, ცნობილი აბსტრაქციონისტი მხატვარი კანდინსკი, რუსი პოეტები ანდრეი ბელი, მაქსიმილიან ვოლოშინი. დიდ პატივს სცემდა, როცა საოცარიც არის ცნობილი მე-20 საუკუნის ცნობილი ჰუმანისტი ალბერ შვეიცერი. თვითონ დიდი თაყვანისმცემელი იყო გუეთესი, რომელსაც არაერთი გამოკვლევა უძღვნა და მისი ნატურფილოსოფიური მოძღვრებებიც გაიზიარა.
მან ქალაქ დორნახში ბაზელთან ახლოს დააარსა გოეთიანუმი, რომელიც შემდეგ დაიწვა, შემდეგ ახალი ფაქტურად წარმართული ტაძარის წარმოადგენდა იგი, სადაც მარსის, ვენერას ქანდაკებები იდგა და რომლის გახსნაზეც მან დაუფარავად განაცხადა, რომ მისი მიზანი არის სწორედ წარმართობის აღდგენა. ინჟინერი იყო, მშენებელი პროფესიით, თვითნებურად შეისწავლა თავის თავად მედიცინა, დაინტერესებული ჰომეოპათიით, შეიმუშავა ევრისტიკის საფუძვლები, ნაშრომები ჰქონდა სოფლის მეურნეობაში, სადაც თავისი სწავლების მეთოდების გამოყენებას ცდილობდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდაში. ასევე დააარსა სკოლები. კერძოდ ცნობილი ვალდორფის სკოლა პირველად შტუტგარტთან ახლოს დააარსა და დღეისათვის ვალდორფის სკოლა თბილისში მოქმედებს. შტაინერმა დაწერა მეხუთე სახარება. ამ ფაქტს შტაინერის მიმდევრებსაც კი უმალავენ ხოლმე, რათა არ დააფრთხონ ისინი თავდაპირველად. რა თქმა უნდა, ამ სახარებას და ქრისტეს ცხოვრებას იგი გნოსტიკური სულისკვეთებით განმარტავს. მისი აზრით იესო იყო მარიამისა და იოსების ქორწინების ნაყოფი, რომელშიც შემდგომ სხვა იესოს სული ჩასახლდა. შტაინერიზმი, ისევე როგორც თეოსოფია, რეინკარნაციის იდეას იზიარებს. შტაინერის იესო სუსტი ნაკლოვანი არსებაა, რომელიც მუდამ ორჭროფობაშია და როდესაც მათ წარმართები ემუქრებიან, მზად არის მსხვერპლის შესწიროს კერპებს და მხოლოდ გულის შეღონება იხსნის ამისაგან. ნათლისღებისას მასში ჩასახლდა მზისეონი, 7 ელოჰიმი და ეს იყო სხვათა შორის იესო ზარათუსტრას განსხეულებად მიაჩნდა შტაინერს და ჯვარცმა ეს იყო პროფანაცია, მოჩვენებითად იყო, იგი იმეორებს კიდეც გნოსტიკოსების ცნობილ აზრს, რომ იესოს ნაცვლად სიმონ კვირინელი აცვეს ჯვარსო. თვითონ იესო სადღაც ნაპრალში ჩავარდა და იქვე პოვა სამარე. და აღდგა მხოლოდ მისი ეთერული სხეული, რომელიც 1914 წელს დაუბრუნდება დედამიწასო. 14 წელს მოგესალმებათ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელმაც გრევა და სიკვდილი მოიტანა უამრავი. და ამ დროს თვითონ შტაინერი დაკავებული იყო ბიზნესის, ჰქონდა წილი თამბაქოს წარმოებაში, მედიცინიდან იღებდა შემოსავალს, შემოწირულობებს იღებდა და ასე შემდეგ. საინტერესოა ის, რომ შტაინერს დევნიდნენ ნაციონალ-სოციალისტები, კერძოდ თვითონ ჰიტლერის მეთაურობით. მართალია ისინი ჯერ სათავეში არ იყვნენ მოსულები, მაგრამ როგორც პარტია უკვე არსებობდა. აქ მთავარი უთანხმოება იმაში იყო, რომ შტაინერი არ აღიარებდა რასიზმს. მას რასები, გენები და სისხლის სიწმინდე მეორე ხარისხოვნად მიაჩნდა და დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მაშინ როცა ნაცისტების მთავარი ამოსავალი დებულება და მათი იდეოლოგიის სხვა კუთხედი იყო სწორედ არიული რასის სიწმინდე და მათი უპირატესობა სხვა უფრო დაბალ რასებზე. შტაინერი 1925 წელს გარდაიცვალა და მოგახსენებთ მიმდევრებიც საკმაოდ დატოვა და როგორც მოგახსენეთ უკვე ანთროპოსოფიული საზოგადოებები მრავალ ქვეყანაში არსებობს და მას მიმდევრები ყავს ჩვენშიც. გვეუბნებიან ხოლმე, რომ ვინაიდან შტაინერიზმი არ არის რელიგია, ის ადამიანის სულიერი ძალების განვითარებას ემსახურებაო, ამიტომ შესაძლებელია, რომ მართლმადიდებელიც და ქრისტიანი ზოგადად იყოს შტაინერის მიმდევარიო. ამ არგუმენტის უსუსურობა აშკარაა. რელიგია არც მარქსიზმი არ არის, მაგრამ განა წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი იმავდროულად მარქსისტი იყოს, მარქსიზმი ხომ ცოტა ხნის წინ სასტიკად დევნიდა ზოგადად რელიგიას და პირველ რიგში ქრისტიანობას. და უფრო კიდევ თუ დავაკონკრეტებთ, სწორედ მართლმადიდებლურ ქრისტიანებას საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ასე რომ შტაინერიზმი, ანთროპოსოფია, ეს არის ისტორიის სანაგვიდან აგრეფილი სრულსწავლებების, ეკლესიის მიერ უკუგდებული სრულსწავლებების ხელოვნური კონგლომერატი, ეკლექტიკური ნაზავი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტ რელიგიასთან და ამიტომ იგი ყოველად მიუღებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.